მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. დღეს ჩვენ გადაცემაში გავაგრძელებთ საუბარს იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ასე მალ-მალე ცვლილებები განსაკუთრებით ძალმა ბლოკში და განსაკუთრებით დინარაძის თავს და ასევე შევეცდებით ვისაუბროთ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზეც. მოკლედ, როგორც რა ფორმაში ხდება ხელისუფლება და რა ფორმაში ოპოზიცია ამ შვებულებებს და შემდეგ უკვე სექტემბრიდან რას უნდა ველოდოთ ქართულ პოლიტიკაში. გადაცემის მეორე ნაწილში საერთაშორისო პოლიტიკაზეც ვისაუბრებთ, იცით რომ ესპანეთში მიგრაციული კრიზისია და ჩართვა გვექნება, თამამუცუბიძე ჩაგვერთვება და მოგვიყვება ამის შესახებ, ხოლო შემდეგ უკვე ჩვენი სტუმარი ნიკოლოზ ხატიაშვილი იქნება, პარტია ჯერ საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი. პირველ სტუმარი კი ლელა ჯეჯელოვარი, მივესალმებით მას გამარჯობა ხალხატოლეო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, მოკლედ 2 დღეა თუ 3 დღეა ვარკვევთ რას ერჩიოდა ბატონი ბიძინა ბატონ მამუკას, რომელიც ჯერ რა ვიცი, მეგონი ორ თვეში გენერალ-მაიორამდე მიაღწია ადამიანმა, რაღაცა წარმოუდგენელი ნაპოლეონის აჯობა კარიერის სისწრაფეში და აი რომ გენერალ-მაიორის ჩინი რომ მიიღო, მას მერე წავიდა ცუდად მისი საქმე, სუსის უფროსობიდან მოხსნეს, რაღაც სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეუქმნეს. სპეციალურად მისთვის შექმნეს კოორდინატორი რაღაცა ძალოვანი სტრუქტურების და გვითხრეს რომ ეგ აწინაურებაო ადრეო სუსუ ახლა ყველას უფროსი იქნებაო. მაგრამ არ გავიდა რამდენიმე თვე და ახლა აქედანაც უშვებენ. გადაყავთ მინისტრად, რეგიონული განვითარების, რეგიონული პოლიტიკის მინისტრად, რომელიც თანამდებობას 2-3 კვირაში თუ ერთ თვეში გაუქმდება, მოკლედ სექტემბრისთვის. და სექტემბერში კიდევ ახალი თანამდებობა შეიქმნება, სწორედ ამისთვის უკვე იგივე, ოღონდ არა სამინისტრო იქნება, არამედ სახელმწიფო მინისტრის პორტფელი ექნება. აი ესეთ რაღაცა ამდენი რა დავარქვა, ზიგზაგებით სიარული რა საჭიროა და რა ხდება თქვენი აზრით? ხო, თქვათ ფივი მოძრაობა არ აქვს, როგორც ხედავთ მამუკამ დინარაძეს. ნამეტანი მრუდზე დადის, ხო და სადმე იყვანს ეს მრუდი ბოლოს, არავინ არ იცის. საქმე იმაშია, რომ ეხა უბრალოდ უხერხულია, როდესაც ცდილობენ, რომ ისეთი რაღაცები მოყვიდონ ხოლმე, ჩვენ კი არა უფრო მეტად თავის მომხრეებს, ხო, რომელიც, აი, ღიმილის მომგვრელია. ყველამ ხო იცის და მით უმეტეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, რომ ამ ქვეყანაში არის ერთი ადამიანი, ივანიშვილი, რომელიც წყვეტს ყველაფერს, ანუ რომლის ნებასურვილზე აღსრულდება პოლიტიკა და აღმასრულებელიც, მაკონტროლებელიც, რა ვიცი, სტრატეგიის მცველიც არის ერთადერთი ორგანიზაცია სუსი, ხო? დანარჩენი ყველანი, ყველა ორგანიზაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტი ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს და მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სუსტა. ახლა, როდესაც სუსი უფროსი იყო ადამიანი, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება ებარა და ამის მერე ქმნიან საერთოდ რაღაცა გაურკვეველ უწყებას კოორდინაციისას. ახლა ყველამ ხო იცის, რომ ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაციის უფლებას ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად არავის არ დაუთმობს. ეს არის გამორიცხული ამბავი. მე ვიფიქრე, რომ აი წვილმან თემებზე ბატონ ბიძინას ეზარება თვითონ პირადად და რაღაც თანაშემწესავით დააყენა, რომ რაღაც პატარა ვიღაც პაჭაპუჭების დაჭერა რო გახდება საჭირო, იმას შენ მიხედავ. ხო, ნუ ამასაც დიდ ღლავებს მე გახავწყვეტ. ნუ ამასაც თავი დავანებოთ ახლა მთელი მისი ეს ამ რაღაც ახალ თანამდებობაზე, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნეს და გაუქმდება, ეს თანამდებობა აღარ იარსებებს, უბრალოდ მარტო ამას შეხედეთ, როგორი არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები იქმნება და უქმდება ერთი
ადამიანის საჭიროებისთვის, მერე რო აღარ არის საჭირო, ეს შეურაცხყოფა უპატივცემულობაა სახელმწიფოსი, ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციების და როცა ჩვენ პრეტენზიები გვაქვს და მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც და საუბრობთ სახელმწიფოს მიტაცებაზე, იმიტომ კი არ ვაკეთებთ ამას, რომ მათ პერსონალურად დაუშვათ რაღაცა ისა გვაქვს ჯინი ამ ადამიანების და თუნდაც ბიძინა ივანიშვილის. უბრალოდ ეს არ არის სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ასე სახელმწიფო მით უმეტეს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება, ვერ განვითარდება და ნუ ახლა მეტი მიზეზი რა უნდა იყოს მათ მიმართ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულებისა, რომ უკვირთ კიდეც, ხო, რომ ანუ როგორ ბედავთ და ბოდიში თქვენ როგორ ბედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციას ქმნით და აუქმებთ ერთი ადამიანისთვის, იქნება ის საჭირო თუ არა. ესე იგი, თუ მდინარაძე არ არის, კოორდინაცია თურმე არ ჭირდება ძალოვან უწყებებს. მადლობა ჩვენ ეს ისედაც კარგად ვიცოდით, ვინ ახდენდა ამ ყველაფრის კოორდინაციას და საერთოდ ვის ხელშია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ხომ არის ფაქტი უკვე, რომელსაც ვერ გაექცევიან. ახლა რაც შეეხება ის სახელმწიფო, ვისა ახალი სტრუქტურა, რომელიც ასევე უნდა შექმნან რეგიონების განვითარების რაღაცა სახელმწიფო სამინისტრო. მე როგორც ვიცი, მაგის შექმნას დაპირდნენ ლილუაშვილს. და ლილუაშვილმა უარი თქვა. ლილუაშვილმა უარი თქვა და ციხეში წავიდა. მაგრამ აი ახლა შევხედოთ მეორე ძალიან თითქოს დეტალია, ხო? ეს ადამიანი ხო იყო იმ რაღაცა კოორდინატორად და ბოლო-ბოლოს ქროლვას ქრინვის სააგენტოს მაინც ხელმძღვანელობდა, ხო? მითითებებს აძლევდა და ნუ იქ შედეგები დადო, მაგალითად თქვენი კოლეგა ვახოსანაია რო ციხეშია, ეს არის მისი შედეგი ამ კოორდინატორად მოღვაწეობის მამუკა დინარაძეს, მაგრამ ეხლა კითხვა მაქვს. სანამ პარლამენტი შეიგრიბება, სანამ დაამტკიცებს იმ ახალი სტრუქტურას კანონით, ხო? რომ დაეცადათ და ეს ადამიანი არ ჩამოეშორებინათ ამ ძალოვანი უწყებების კოორდინაციისგან, რას აფუჭებდა ასეთ. ეხლა არც იქ არის. აქ ნახე რა შესაუბარი. ირაკლი კობახიძე ამბობს იმისთვის, რომ ეს ახალი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას, ამისთვის საჭიროა პარლამენტის შეკრება, რომ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ანუ სექტემბერში მოხდა, სექტემბრამდე რატო ვერ მოითმინე, ვერ მოითმინე, ყოფილიყო ამ თანამდებობაზე. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ისე სწრაფად მოითხოვა ბიძინა მისი გაშვება, რომ კობახიძე ხო ეტყოდა რომ ვაცალეთ ბატონო ბიძინა სექტემბრამდე და სექტემბერში შევქმნით ამ თემას და არაო ეხავე გაუშვითო რაღაც მინისტრად დანიშნეს, ოღონდ ის მინისტრი მოხსნეს, სადაც ახლა ნიშნავენ ამას. იქ ხო იყო კაცი. ის კაცი სადღაც გადაიყვანეს. ეს დანიშნეს, ერთი თვე იქ უნდა იყოს, რომ მე შევუქმნან ის სამინისტრო და ყოფილიყო ამ სკროლვას სკრინის თუ რა იცი კოორდინატორის თანამდებობაზე სექტემბრამდე, მაგრამ ეს არაცალა, ესეც არაცალა. სწორედ ამაშია საქმე. და ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა მამუკა დინარაძე სად რომელ თანამდებობაზე იქნება. იმიტომ რომ ამ სახელმწიფოსთვის რო სარგებლობა არ მოაქვს, მე ზუსტად ვიცი, თვითონ სადმედ ხეირს ნახავს, ეს ჩემთვის ნაკლებ საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ერთი რამ. სახელმწიფოს ასე მასხრად აგდება, როგორც იქცევიან ესენი. აი, როგორც იქცევიან ესენი, როგორც იქცევა ბატონი ივანიშვილი, და როგორც იქცევა მის ქვემოთ მერე სუყველა. და თან ამ ყველაფრის შემოსაღება ისე, აი, საბჭოთა რაღაცა პროპაგანდის საუკეთესო წესებით, რომ ნუ ეხლა რეგიონები აშენდებიან. ძალოვანი უწყებები ხო უკვე აშენდნენ და დამშვენდნენ მაგისი კოორდინაციის ქვეშ და ახლა რეგიონები უნდა ააშენოს მამუკა დინარაძემ. ოღონდ არ ვიცი, მე არ გამოვრიცხავ, მართალი გითხრათ, არანაირი სურვილი მაქვს ამისი და
არც ახირება, მაგრამ ლილუაშვილის გზა რო გაიაროს, არც ამას არ გამოვრიცხავ. ციხეში აღმოჩნდა. ბატონმა მდინარაძემ. ხო, ნუ რა შეუშლის? არა, ხო, ეგ არის საინტერესო ეხლა რითი გაამწარა. რითი გაამწარა ასე ბიზნესი, რომ ასე სწრაფად მისი გაშვება მოითხოვა. ყველაფერი დამოკიდებულია აუტანლობის ხარისხზე, რა ხარისხი აქვს აუტანლობის ბიზნესზე. რამე მოსაზრება. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ამ რაღაცის კუნთმაგარი ბიჭები რაღაცეებს რო ქმნიან და იქ ნოდარ დუმბაძის გამო რო ვიღაცეები ცემეს და იქნება ბატონ ბიზნესი ცოტა სხვანაირად უნდოდა ეს ამბები. ან თქვათ ეს რაღაც სასაცილო რო გახდა ხალხმა მასხრა დაიგდო ეს რაღაც ახალი ორგანიზაციები რომ უნდა შეიქმნას MMA-ის მებრძოლებით წერლობის და ტრადიციების დაცვას რო კოჩი ჯვაროსნები. კოჩი ჯვაროს ხო, მორალის პოლიცია. იქნება აქ რაღაც მოხდა. სხვანაირად წარმოედგინა ბატონ ბიზნესს და სხვა შედეგი. დრაშა საქმე. ბატონ ბიზნესს ჭირდება ერთი შედეგი. მხოლოდ და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. რომ ბატონ ბიზნესს ჭირდებოდა აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს აღიარება დამოკიდებული იყო რაზე? რომ ქვეყნის შიგნით პროტესტი უნდა შეწყვეტილიყო და მათ ქონოდათ სათქმელი, რომ აი ყველაფერი ჩვენ დავალაგეთ ბატონო. ოპოზიცია ნაწილი ციხეშია, ნაწილი ციხეში დასასვლელად ემზადება და დასავლეთისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ აი არავინ არ არის და ვის გინდათ, რომ სხვას დაელაპარაკოთ, აქ ვართ ჩვენ. ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მათ შორის ეკონომიკურ პროექტებზე, ოღონდ ძალაუფლებაში ვიქნებით ჩვენი პირობები. ეს არის შედეგი, რომლის მიღებაც უნდა ვიძინა ივანიშვილს. როგორც ჩანს, ამ შედეგს დაპირდნენ კობახიძე და მისი გუნდი და ფაქტია, რომ შედეგი არ დგას. დასავლეთის წნეხი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს იყო მაშინ, როდესაც გარეთ მომლაპარაკებელი, თუნდაც შეერთებულ შტატებთან იყო ლილუაშვილი, ერთ-ერთი კონტაქტ პერსონა. მოდით შევთანხმდეთ ამაზე, რომ როდესაც ლილუაშვილი იყო კონტაქტ პერსონა და თუნდაც ღარიბაშვილი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას ჰქონდა ურთიერთობები, მიყავდა საგარეო ურთიერთობები, ასეთი ზეწოლა ქართული ოცნების ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან არ ყოფილა და მეთანხმებით ალბათ, ნამდვილად არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შიგნი ახლა გარკვეული ტიპის რეპრესიები მოწინააღმდეგეებზე, პოლიტიკოსებზე, აზრის ლიდერებზე მაინც მიდიოდა, რასაკვირველია სხვადასხვა ფორმით, მაგრამ სამაგიეროდ არ იყო ასეთი წნეხი გარედან. ეხლა რამდენი არჩევნები ჩატარდა, მაგალითად და ჩვენ ვიცით, რომ 18 წლის არჩევნები საპრეზიდენტო და იმის მერე ჩატარებული ყველას მიმართ არსებობდა კითხვის ნიშნები, მაგრამ ასეთი ხისტი დამოკიდებულება დასავლეთს, როგორიც ჰქონდა ირაკლი კობახიძის მიერ ჩატარებული 24 წლის არჩევნების მიმართ, არ ყოფილა მერაბ დამეთანხმე, ხო აშუქებდი ამ პროცესებს, არა? და არ ყოფილა. როდესაც ოპოზიცია გავიდა ბოიკოტში 20-ში, ხო, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენ ნახეთ ევროპის შეშფოთება როგორი იყო და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ როგორღაც ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, შარლ-მიშელის შეხვედრა, შარლ-მიშელის ვიზიტი, შემდეგ ეს შეთანხმება ძალიან დიდ წნეხს ახორციელებდნენ ოპოზიციაზე სხვათა შორის, უფრო მეტად ვიდრე მაშინ ხელისუფლებაზე 20-ში. მაგრამ რადიკალურად შეცვლილია 24-ში ვითარება, როდესაც კობახიძემ ჩაატარა არჩევნები, გარეთა დამოკიდებულებები პრაქტიკულად ჩაჭრილია ამ ადამიანს დასავლეთში უბრალოდ არ ელაპარაკებიან, უკვე აღარც ეპატიჟებენ. ეხლა ეუთოს ჰააგის დეკლარაცია, რაც იქნა მიღებული, ხო? მე არ მახსოვს ეუთოს ამ სიმძიმის, ასეთი სიმძიმის დოკუმენტი მიეღოს, ხო, როგორც გაუჩნდათ რაღაც იმედები. კობახიძემ ვერც ერთი მიზანი, რომელიც ბიძინა და ივანიშვილს ჰქონდა და ამოცანა,
ვერ შეასრულა აბსოლუტურად. არც მაშინ კობახიძესაც ბედი შეიძლება თუ და ვერ ხედავთ რომ ყველაფერი იქითკენ მიდის რომ კობახიძის ბედი ძალიან ისეა ბედზე კიდია მაგრამ მინდა ვთქვა რომ ივანიშვილისთვის არის დაგვიანებული ძალიან დაგვიანებულია კობახიძის მოხსნა უკვე არანაირი შედეგი ივანიშვილისთვის ამას არ ექნება და მას არ თემა არის რომ სათადარიგოს კამზე არ ყავს არავინ ვინ შეიძლება რომ გამოიყვანოს კობახიძეს თუ მოხსნეს ხო ნუ დაუშვათ აღარ დარჩა ვიღაცას ძალიან ისეთ საშუალო სტატისტიკურ კოდს იპოვის რომელიც კაცჭამია არ იქნება მსგავსი და დაუშვათ ამით შეეცდება ალბათ რაღაც დაარეგულიროს მაგრამ აი მე ვამბობ სრული პასუხისმგებლობით რომ ეს მის მდგომარეობას არ შეამსუბუქებს ირაკლი კობახიძე არჩევნების მერე რომ გაეშვა მაგას როდესაც ნახა რომ დასავლეთმა არჩევნები არ მიიღო რეალურად ხო მაშინ კიდე ქონდა შანსი სათავისო სიტუაციის შემოტრიალების მაგრამ ეხლა მთლად ციდან ჩამოფრენილი ანგელოზით რო იპოვოს და დაარწმუნოს რომ ჩემი პრემიერ-მინისტრი იყავიო მის მდგომარეობას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ეს ვერაფრით ვერ შეცვლის იმიტომ რომ კობახიძის ამდენ ხანს დატოვებით და ვითარების აი ამ კონდიციამდე მიყვანით რომელშიდაც ეხლა არის პრაქტიკულად შემოbrunების წერტილი აღარ დაიტოვა უკვე ბიძინა ივანიშვილმა და ეხლა ეს მამუკა მდინარაძე უნდა აქ დადოს, უნდა იქ დადოს, აბსოლუტურად არავისთვის მნიშვნელობა არ აქვს თვითონ თუ რამე პერსონალური ჯავრი აქვს და იმას ამოიყრის კი ბატონო ეგ მაგათი საქმეა ჩვენი ინტერესის სფერო ეგ არ არის. მას მერე რაც გერმანიამ ჩვენს ელჩს ასე ვთქვათ, მისცა საშუალება, რომ შეხვედროდა გერმანიის პრეზიდენტს და ცნობათა სიგელები გადაეცა, დიდი კამპანია ჰქონდათ ერთი კვირის წინ ატეხილი პროპაგანდისტულ მედიებში, აი, დაიწყო ნელ-ნელა ურთიერთობების დათბობა. მალე მოხდება გადატვირთვა გერმანიასთან და ასე შემდეგ. და თითქოს ახლა რაღაცა ყველაფერი სხვანაირად უნდა წასულიყო. და უცებ ამას მოყვა ეს რაღაცა მორალის პოლიციების შექმნა, რაღაც ქუჩაში გამხალხის ცემა და დაპირება რომ გაგლახავთ და რაღაც მის სადარაჯოზე ისევ რაღაცა სიწმინდეების დაცვის და ასეთ რაღაცები. აი თითქოს ეს ორი ყავ ერთმანეთისგან წინააღმდეგობაში მოდის. ხო ხა თუ შენ ფიქრობ რომ ნელა ლაგდები დასავლეთთან, ეხა ეგეთი სიგიჟები არ უნდა აკეთო, ხომ მეორე მხარეს. ხო თუ მალევე გადაეწურათ ეს იმედი. არ ვიცი, ანუ რა შეიძლება ამ ყოველთვის რა ტრიუკები იხარშება ამ ადამიანის თავში, რომელი ტრიუკი ვის მიემართება. ნუ როგორც ვიცით, დღეს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ქალბატონს, რომელიც საქართველოში უკვე იყო დიპლომატიური მისიით, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა და მისი ხელისუფლების პირველ პერიოდში ელჩი რიჩარდ ნორლანდის დროს ის გახდათ პოლიტიკური ოფიცერი, საელჩოსი, მაგრამ იმდენად ძუნწი ინფორმაცია გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეხვედრის შესახებ, რომ უბრალოდ გონივრული ეჭვიჩდება, ვიფიქროთ, რომ არაფერი სათქმელი რეალურად არ ყოფილა. და ნუ მაინც და მაინც დიდად კმაყოფილები არ უნდა იყვნენ ამ შეხვედრით. ახლა რაც შეეხება გერმანიასთან ის რომ ელჩს ალეკო კარტოზიას მისცეს საშუალება რომ რწმუნებათა სიგელები გადაეცა 1 წლის შემდეგ, ამაში გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ამდენხანს იქნებოდა ჰაერში გამოკიდებული. იმიტომ რომ გერმანიის ახალი ელჩი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ბუნებრივია იგივე პროცედურა იმანაც უნდა გაიაროს და ეხლა ჩათვალეს გერმანელებმა სწორად რომ არ არის საჭირო რომ თავიანთ ახალდანიშნულ ელჩს შეექმნას აქ პრობლემები. ეხლა ეს მე არ ვიცი ვისთვის ვრცელდება ხოლმე ეს ნარატივი რომ ელჩი შეიძლება დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებდეს და მთლიანად არა
ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას ატარებდეს რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ნუ კაი და ჯეროდეთ ამისი კონცეფს, რომ ფიშერი იყო დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც თურმე ურევდა გერმანიას საქართველოს ურთიერთობებს. ნუ უნდა ხო, ეს ასე არ იყო. ამიტომ ეს არაფერს არ ნიშნავს, რასაკვირველია, ნუ უფრო მეც ნიშნავს ის, რომ ალბათ ამერიკელებმა კიდევ შეიკავეს თავი ელჩის დანიშვნისგან და მოვალეობის შემსრულებელი ამ მხოლოდ ეს ალბათ ეს პროცესი იქნება იქამდე სანამდე არ გაირკვევა შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები. ახლა განსაკუთრებული ამაში არაფერი არ არის. არის ქვეყნები, სადაც შეერთებულ შტატებს ელჩი არ აყავთ. კი ბატონო. ბოლოს მინდა რომ მოკლედ გითხოთ ოპოზიციის ამბავი. ხო, ნუ ხელისუფლება როგორ ხდება, ნახეთ, ხო, სრული გაურკვევლობაა, ახლა არ ვიცი, სახლობანას გვეთამაშებიან, რაღაც კონკრეტული პერსონებისთვის ქმნიან და აუქმებენ სამინისტროებს და ოპოზიციაშიც არანაკლებ ესეთი მდგომარეობა ხო არც თუ სახარბელო მდგომარეობა იმიტომ იქაც ხალხი ვერ შემოყალიბებულა რა უნდა ქნან რა გზით წავიდნენ ერთადი არ უნდა ცალსახი არ უნდა ვინმისთან იქნება და აი აქ რა პერსპექტივას ხედავთ ხო რთული კითხვა მართალი გითხრათ რთული კითხვა მე რასაც ვხედავ ქართული ოცნება უშვებს შეცდომების კასკადს და კიდევ უფრო მეტ შეცდომებს ველოდები. რაც შეეხება ოპოზიციას, იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომებით სწორად სარგებლობას შეძლებენ. ჯერ ასეთ რამ არ გვინახავს. ხო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შეძლებენ. ნუ მე როგორც ხვდები, ამ წუთში ოპოზიციის რაიმე ერთიანობაზე საუბარი არ არის. შიდა პარტიული რაღაცა რებრენდინგები, ცვლილებები მიდის ბევრგან და ამაშიც ცუც მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მერაბ რა შეიძლება გახდეს კვლავ ხალხის უკმაყოფილების ტრიგერი, იმიტომ რომ საზოგადოებაში უკმაყოფილოთა რიცხვი ნამდვილად იმატებს, არ იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აი ესე პროტესტში მონაწილეთა რიცხვი არ იმატებდეს, მაგრამ უკმაყოფილოთა მაგრამ ოპოზიციას რაღაც უნდა შესთავაზოს რა ალტერნატივა. კი, რასაკვირველია და ამიტომ მე როგორც ვხედავ ახლა ესენი, ნუ ოპოზიციის ნაწილი დადის რეგიონებში, მაგალითად ვადევნებთ ყურსს, თავისუფლების მოედანი დადის, ლელო დადის, ძალიან აქტიურად. ეხლა როგორც ვიცი, ხალხთან ურთიერთობას იწყებს ნაციონალური მოძრაობის რაღაც ნაწილიც, იქაც წინ შიდა პარტიული რაღაცა რესტრუქტურიზაცია და ცვლილებები აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამ მოკლე პერიოდში აი ამ შიდა პარტიულ პრობლემატიკას მოაგვარებენ და თუ არ საბოლოო ჯამში ხალხი როცა აჟვირთდება, ყველას ერთად მოუწევს დადგომა. სხვა გამოსავალი არ არის და ხალხისთვის ისეთი პატარა რამ შეიძლება აღმოჩნდეს ტრიგერი, აი სულ ელემენტარულ ყოფით ამბავს მოგიტან. როდესაც ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, აი რიყეზე რომ მივდიოდით, იქ მოვაჭრე ქალბატონი ბედნიერი და კმაყოფილი იმით, რომ იქ ვაჭრობის საშუალება ჰქონდა, ამ მომიტინგეებს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ესროდა რაღაცებს, დღეს უნდა ნახოთ გამწარებული რა ტექსტებს ყვირის ქართული ოცნების მისამართით, როდესაც უშვალოდ მის არსებო სივრცეს შეეხო ქართული ოცნება. და ქართული ოცნება შეეხო ძალიან ბევრი ადამიანის არსებო სივრცეს ამ ქვეყანაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ჩვენ ერთჩვენიერ დღეს ვიქნებით იმდენი, რომ რიყეზე ფართობი დაგვჭირდება დიდი აქციის ჩასატარებლად, ის ქალბატონი ქვებით არ გამოგვეკიდება, აუცილებლად ჩვენს რიგებში აღმოჩნდება. ასევე იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა შეიძლება აღმოჩნდეს აი ეს ტრიგერი, რაც ხალხის
თავიდან აძვირთებას გამოიწვევს, მე ხა გამიჭირდება თქმა, მაგრამ ეს იქნება, იცით როგორი ამბავია, რუსულ ფრაზას ვიტყვე, ზაწიშე перед бурей. აი ეს მდგომარეობა ეხლა ქვეყანაში. მადლობა დიდი. ლელა ჯეჯელოვა იყო ჩვენ სტუმარი. დაგველოდეთ გადაცემის შემდეგ ჩვენ გავაგზავნებთ საინტერესო თემებს შეშლებას, მათ შორის იმაზე თუ რა ხდება ესპანეთში, რამ გამოიწვია მიგრაციული კრიზისი. ჩვენ სტუმარი ნიკოლოზ ხატიაშვილი იქნება და ასევე გვექნება ჩართული. მაშასე რეზუმე დაბრუნდა ეთერში, როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილის დასაწყისს დაუთმობთ ევროპაში არსებულ მიგრაციულ კრიზისს. იცით რომ ევროპაში მთავარი თემა 2 დღის განმავლობაში ესპანეთში მიმდინარე მოვლენებია. ესპანეთის ანკლავ სუეტში, რომელიც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მაროკოსთან სიახლოვეს, ფაქტობრივად რამდენიმე 1000 მიგრანტი მიაწყდა საზღვარს და გადალახა საზღვარი და აღმოჩნდა ქალაქში და შეიქმნა მიგრაციული კრიზისი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტში მიგრაციული კრიზისი ესპანეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა, მისით კი მთავრობა სიტუაციის მოსაგვარებლად სახელმწიფოთვის ხელმისაწვდომ ყველა მექანიზმსა და რესურს გამოიყენებს. სანჩესის მტკიცებით ამჟამინდელი კრიზისი მკვეთრად ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ არალეგალური მიგრაციის შემცირებით კუთხით მიღწეულ მდგრად წარმატებას. ამ თემას გამოეხმაურა ფრიდრიხ მერციც, რომელიც ამბობს, რომ მივესალმები ესპანეთის განზრახვას არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზეო. მიგრაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, იცით, არა მხოლოდ ევროპისთვის, თუმცა პირველ რიგში ევროპისთვის. ამიტომ ამ თემით ვიწყებთ. თამარ ნუცუბიძე ჩაგვერთვება, რომელიც სწორედ ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება. მოგესალმებით, თამარ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რო გითხრა, მოკლედ აი ამ კრიზისის შესახებ რა ხდება და რამდენად შეიძლება ის განიმუხტოს უახლოეს მომავალში. ჩემი აზრით რამდენიმე ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის ახლა, ბოლო ამბები, რა ხდება სეუტში. მეორე ეს არის ევროკავშირისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრიზისი, რას ფიქრობენ ევროკავშირში ამასთან დაკავშირებით. მესამე ასევე ალბათ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ამ კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენ 2 დღეა ვუყურებთ რა ერთგვარი დაპირისპირება არის იტალიასა და ესპანეთს შორის და მეოთხე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის გამომწვევი ამ კრიზისის. ბოლო ინფორმაციით რომ დავიწყოთ, შეიძლება ითქვას რომ ასე თუ ისე სეუტში სიტუაცია დასტაბილურდა. ამას რატომ ვამბობ, რომ არის ახლა ინფორმაციები ვრცელდება, რომ დაახლოებით 25,000-მდე არალეგალი მიგრანტი უკვე იქნა უკან დაბრუნებული მაროკოში. ზოგადად ციფრებთან დაკავშირებით სხვადასხვა ციფრებს ავრცელებს სხვადასხვა მედია საშუალება, საკმაოდ სანდო მედიები, მაგალითად ციფრები შემოსულების მერყეობს 45,000-დან 60,000-მდე. 45,000-ზე ამბობენ, რომ ეს არის ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ციფრები, სხვადასხვა მედიები 60,000-ს ასახელებენ და როგორც ახლა ვრცელდება ინფორმაცია, დაიწყეს უკვე გაყვანა არალეგალების უკან მაროკოში და აღსანიშნავია, რომ მაროკო შეუფერხებლად იღებს მიგრანტებს, რაც მაგალითად 2021-ში ამგვარი კრიზისის დროს მაროკო ეწინააღმდეგებოდა უკან მიღებას. ასევე როგორც შენ თქვი, ადგილზე არის ჩასული ესპანეთის პრემიერი, რომელმა სანჩესმა ასევე თქვა, რომ ჩართული არის ამ კრიზისში ესე იგი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, რომლებიც აკონტროლებენ, იმიტომ რომ საკმარისი არ იყო სასაზღვრო ძალები სეუტში, მაშინ როდესაც ესეთი 2 დღის განმავლობაში საოცარი მოზღვავება მოხდა. რაც შეეხება ევროკავშირს, გააკეთა ასევე კომენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენმა და სხვათა შორის ევროკავშირში ამას ჰუმანიტარულ კრიზისს არ უწოდებენ, უფრო მეტად უწოდებენ სწორედ მიგრაციულ კრიზისს, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის გარე საზღვარს და მაყურებლისთვის აღქმადი რომ იყოს, სეუტი არის ესპანეთის შემადგენელი მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე და ეს არის ევროკავშირთან დამაკავშირებელი სახმელეთო, ანუ საზღვარი.
და ამიტომაც ეს ითვლება ევროკავშირის გარესაზღვრად და რა თქმა უნდა, რადგანაც ესპანეთის შემადგენელი ნაწილია სეუთში მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ მიგრანტი მოხვდა ევროკავშირის ტერიტორიაზე და ამიტომ ეს საკითხი ეხება ევროკავშირს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ისე როგორც ევროკავშირის უმეტესი წევრები მხარს უჭერენ ესპანეთს, მან თქვა, რომ მზად არის მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი თუ საჭირო იქნება ისიც ჩავიდეს ადგილზე და ასევე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ აქტიურად ჩაებმემა Frontex-ი, ეს არის სააგენტო, რომელიც სწორედ აი ამ დაკვირვებას და მთელ რიგ სამუშაოებს ახორციელებს ევროკავშირის გარე საზღვრებზე. ეს რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას. ახლა მოკლედ ვთქვათ ასევე ესპანეთის და იტალიის თემაზე, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს უფრო პოლიტიკური დაპირისპირების საკითხია და ბევრი წერს მედიაში, რომ ჯორჯა მელონი იყენებს ამ თემას თავის შიდა ამომრჩევლისთვის, იყო ძალიან ყვახე აზრების გაცვლა გამოცვლა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რის შედეგადაც დღეს მადრიდში დაიბარეს იტალიის ელჩი სწორედ ამ პრეტენზიებით და უფრო მეტად, როგორც ამბობენ, ეს პოლიტიკური საკითხია. ალბათ ბევრისთვის საინტერესო არის ჯორჯა მელონის განცხადება შენგენის ზონიდან ესპანეთთან დაკავშირებით და ბევრი პროპაგანდისტულად იყენებს, რომ შესაძლოა თუ არა ესპანეთი თქვათ ჩამოშორდეს შენგენის ზონას, ეს ფაქტიურად შეუძლებელია, რადგანაც შენგენის ზონა ეს არის ამომავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროკავშირის დამფუძნებელ დოკუმენტებში და თუნდაც ერთი ქვეყნის მოთხოვნით ქვეყანას ვერანაირად ვერ დაატოვებენ შენგენის ზონას. აქ საუბარი არის შიდა საზღვრების გამკაცრებაზე და არა მხოლოდ იტალიამ გაამკაცრა ამასთან დაკავშირებით შიდა საზღვარი. ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მეტი ყურადღება იქნება და გამკაცრებული იქნება ასევე შიდა საზღვარი გერმანიაში და სულ ბოლოს მოკლედ ვიტყვი მიზეზები, რასაც საუბარი არის, სავარაუდო მიზეზები, იმიტომ რომ ექსპერტებისთვის ძალიან უცნაურია სულ რაღაც 2 დღე-ღამის განმავლობაში ასეთი რაოდენობით არალეგალის გადასვლა სეუტაში. ზოგი თვლის, რომ ეს გამოიწვია ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომ სწრაფად აღარ დააბრუნონ არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ამ გზით შემოდიან. ზოგიერთი თვლის, რომ აქ მაროკოს პოლიტიკური თამაშებია, რადგან მაროკო სწორედ არის ასეთი სასაზღვრო პუნქტი და წერენ ექსპერტები, რომ არაერთხელ ყოფილა, როდესაც მაროკოს ასეთი სიტუაციით უსარგებლია, რომ დაენახებინა ევროკავშირისთვის, რომ ევროკავშირისთვის მაროკო არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუნდაც თანხები მეტი გამოეყო და მესამე არგუმენტს, რასაც ასახელებენ, თავად მაროკოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები, თუმცა ახლა ანალიზის გაკეთება ზუსტად რამ გამოიწვია ეს კრიზისი ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი მკაფიო კრიზისი და თქვათ ასევე ექსპერტები რა თქმა უნდა არ ადარებენ 2015 წლის კრიზისს, როდესაც სირიიდან მილიონამდე ტოლვილი შემოვიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ევროკავშირში ამბობენ, რომ ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. გასაგებია, მადლობა თამარ, ეს იყო თამარ ლუცუბიძე, რომელიც გვერდთვებოდა ბელგიიდან, ჩვენ საუბრობდით ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ მიგრაციულ კრიზისზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბუნებრივი ხალხისთვის. ამ თემას თამარმა ახსენა, რომ პროპაგანდისტვის იყენებს ძალიან ბევრი მემარჯვენე, მათ შორის ევროპაში და პროპაგანდისტვის იყენებს ხოლმე მიგრაციას ჩვენთანაც ქართული ოცნება, რომ აი ევროკავშირში თუ შევალთ, მე ყველასთვის სავალდებულო გახდება მიგრანტების მიღება და ასე შემდეგ. ნიკოლოზ ხატიაშვილი არის ჩვენთან სტუმრად, პარტია ჯერ საქართველოს პოლიტსაბჭოს. მოგესალმებით ნიკოლოზ. რის თქმა შეგიძლიათ, რამდენად მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემა არის ეს ევროპისთვის და შემდეგ უკვე ჩვენ შიდა პოლიტიკაზეც ვისაუბროთ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მიგრაციის საკითხი ევროკავშირისთვის ზოგადად ეს პრობლემა არ არის რაღაც სიახლე, თუმცა ის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ მოეხდინა არალეგალი მიგრანტების შემცირება ევროპის ტერიტორიაზე. ყველაზე ბოლო ნაბიჯი რაც არის, ეს იქნება ეს ალბათ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ევროკავშირის პაქტი მიგრაციის და თავშესაფრის
შესახებ, რომლის მიხედვითაც გარკვეულწილად გამკაცდა მიგრანტების მიმართ პოლიტიკა, წარმოიქმნა გარკვეული შეზღუდვები და შესაბამისად გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები იგივე საზღვრებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას ეს საკითხი და მე ვფიქრობ, რომ მომავალშიც დღევანდელი ფაქტის გათვალისწინებითაც უფრო მკაცრი ნაბიჯები იქნება მიღებული ევროკავშირის მხრიდან. ასევე თამარმა ისაუბრა ხახას სცენარებზე, რა შეიძლება ყოფილიყო ამის უკან. მე ალბათ ერთ საკითხს დავამატებდი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ორგანიზებული, ჩვენ ნახეთ, რომ ეს ძალიან ორგანიზებულად ხდებოდა და დროსა და სივრცეში ძალიან უცნაურად ერთ დღეში ამდენი ათასი მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთიც იდგეს ამ პროცესების უკან, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ერთხელ ნახეთ რამდენიმე წელი, როდესაც რუსეთმა სირიელი მიგრანტები პოლონეთის და ფინეთის საზღვრებთან მოაბილიზა, რომ რაღაც არეულობა გამოიწვია, ხო და მე არ გამოვრიცხავ, რომ აქაც გარკვეულწილად რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთებოდეს. რადგან რუსეთი კარგად ხედავს, რომ ამ მიგრანტების ნაკადის შესვლით ევროკავშირში პირველ რიგში ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამ შემთხვევაში უფრო მაროკოზე საუბრობენ, რომ შეიძლება მაროკოს ხელი ეროს, მაგრამ შეიძლება მაროკოს დახვდეს ეს ყველაფერი და შესაძლოა აი ორი ქვეყნის ინტერესი ამ შემთხვევაში დაემთხვა ერთმანეთს და ერთობლივათაც მოხდა ეს ფაქტი. თუმცა ფაქტია, რომ ეხლა თავისით ამდენი ხალხი ერთად რა თქმა უნდა, ამას ძალიან ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა, ძალიან თანმიმდევრული, აქედან გამომდინარე ეს არ იყო რაღაც სპონტანური გადასვლა საქართველოს მიგრაციის თემას ძალიან კარგად იყენებს რუსული პროპაგანდას და ჩვენი პროპაგანდაც ევროკავშირის დისკრედიტაციას. ხო, ეხლა გამოდის ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ყოველდღე ამბობს, რომ ეხლა ევროკავშირის წევრი აღარ არის ბრიტანეთი, მაგრამ აი ბრიტანეთში მუჰამედი არის ყველაზე ხშირად დარქმევადი სახელი და რაღაც ასეთ თემები. თემას რო დაუბრუნდეთ, ხო, ანუ რატო იქნებოდეს რუსეთის ინტერესებში. პირველ რიგში, ყველა ვიცით, რომ სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერში შესაძლოა რუსეთში დაიწყოს მობილიზაცია, ხო? ამ პერიოდამდე რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ევროპის, ასე ვთქვათ, შიგნიდან მორყევა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ევროპა გახდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ერთიანი უკრაინის კონტექსტში. მე ვიტყოდი, რომ დღეს ევროპა ასეთი ძლიერი არ ყოფილა 2022 წლის შემდეგ ერთიან კონტექსტში და შესაძლოა სწორედ ეს მიგრანტების შემოსევა, ასევე მიგრანტების შესულით, ხო, ანუ არ არის გამორიცხული გაიზარდოს ტერაქტების რაოდენობა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები შეიპარონ, ასე ვთქვათ, ამ მრავალრიცხოვანი ადამიანების ჯგუფთან ერთად. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ეს ზუსტად შიგნიდან ევროკავშირის ერთიანობის მორყევა იყოს რუსეთის ერთ-ერთი მიზანი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ პოპულისტი და რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ევროპაში ყოველთვის მიგრანტების საკითხს ძალიან აქტიურად იყენებდნენ თავის დღის წესრიგისთვის და მათთვის, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება წამალივითაც ყოფილიყო დღეს რაც მოხდა ესპანეთის ტერიტორიაზე. აქ არ არის გამორიცხული, მე რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში მაგაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების კვალიც იკვეთებოდეს ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ხო, დავალოდოთ მოვლენებს, ალბათ მეტი ინფორმაციას გავიგებთ დროთა განმავლობაში და ალბათ ესპანეთის და მაროკოს მთავრობებსაც შორის რაღაც გარკვეული კონსულტაცია მოხდება, თუმცა მაინც ეს ვერსიაც არ არის გამოსარიცხი. ბატონო, და ხო ოპოზიციაში თქვენს ანუ გეგმებზე მინდა რომ გესაუბროთ, ხა ჯერ საქართველოს ახალი პარტია არის, ანუ ჯერ არც ოფიციალურად არც ხართ პარტია, მაგრამ მოყრილობა ჩაატარეთ უკვე. ორი დღე გადარჩა. ხო, ჯერ დედლაინამდე. კი ბატონო, ჯერ მაინტერესებს ზოგადად ასეთ პროპაგანდას, რომელსაც აწარმოებს ქართულოსება ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით, ფიქრობ თუ არა, არა მარტო ევროკავშირის ზოგადად დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით, ოპოზიცია ერთიანი ძალით უნდა ებრძოლოს. აი თუნდაც ამ თემაზე იყოს შეიძლება თუ არა, უნდა არსებობდეს ერთობა ოპოზიციაში, რომ ერთიანი ცენტრი, იმიტომ რომ ხელისუფლებას პროპაგანდის ერთიანი ცენტრი აქვს, ერთი ცენტრიდან იმართება მთელი ეს, ასე ვთქვათ, პროპაგანდის ნიაღვაი, რომელიც მოდის. მაგრამ აქ ყველაფერი დაქსაქსულია აქეთ ხარეს. მე რა თქმა უნდა გეთანხმები ხა ევროკავშირი და საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ეს არის არათუ რაღაც პარტიების კონსენსუსი, ეს არის ჩვენი უმრავლესობის არჩევანი, ჩვენი მოსახლეობის არჩევანი და ეს არის ჩვენი აი ძალიან მარტივად და ბანალურად ვიტყვი, რომ ისტორიული ადგილი, ხო, ანუ ევროკავშირში გაწევრიანება კი ჩვენ შეიძლება დავიწყეთ ნაბიჯების გადადგომა ბოლო 10-20 30 წლის წინ, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველოს
დასავლური ცივილიზაციის ნაწილია, ხო, ანუ ეს ისტორიული მოცემულობაა ჩვეულებრივად და აქ მე მგონი ყველა თანხდება და სტატისტიკასაც რო შევხედოთ, ბოლო კვლევებსაც ნახავთ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომხრეა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. რა თქმა უნდა, ევროკავშირით შეიძლება გახდეს ერთ-ერთი საკითხი, სადაც შეიძლება მოხდეს ერთიანი იდეის ირგვლივ გაერთიანება, თუმცა მე რა მოგეხსენება ჩვენი ასე ვთქვათ ინიციატივის შესახებ, რომ პირველ ეტაპზე ძალიან ასე ვთქვათ ბანალურ საკითხზე, როგორც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და სამართლის მიღწევა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა ყველა პარტიის მხრიდან, რომ მოხდეს ერთიანი კონსენსუსი. თუმცა მე ამაში არ გულისხმობ მხოლოდ პარტიებს, ხო, ანუ აქ ნაგულისხმები არის საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლის ჩართულობა ამ პროცესში და რა თქმა უნდა ავტომატურად თუ ჩვენ მოახერხეთ ამ იდეის ირგვლივ სრული კონსოლიდაცია, ეს ნიშნავს, რომ შემცირდება პოლარიზაციაც ის ადამიანების თუმცა ამას რა უშლის ხელს? ხო, ახლა მაგა ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგეხმაურათ და მხარი დაუჭირათ თქვენს ინიციატივას და ნუ სხვაებიც მე მგონი არ არიან წინააღმდეგი. თუ სააკაშვილის არ ჩავთვლით, რომელმაც თქვენს ლიდერს ვიქტორ ყიფიანს რაღაც ივანიშვილის რაღაც ფულების გამტარი უწოდა, რომ არ მოეწონა ელენე ხოშტარიას და კოალიციასულებებისთვის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა და თქვა, რომ აი ფულები დაინახესო. იმათ უფრო დაარტყა ვიდრე თქვენ. ივანიშვილის ფულები დაინახესო და პრობლემა რაში მდგომარეობს, რომ ანუ ჯერ კიდე მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე ქართულმა საზოგადოებამ ვერ გაანალიზა რა საფრთხის წინაშე ვდგევარ და რეალურად რა მოცემულობაში ვართ. ანუ ეხლა ფაქტობრივად ჩვენ ვართ ისეთ ფაზაში შესულები, რომ სადღაც 2 წელი გვაქვს დარჩენილი, რომ მოვახდინოთ სიტუაციის გარდატეხა. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ სიტუაციის ცვლილება, ხო, ანუ 2 წელიწადში 2028 წელს შეიძლება ისეთი მოცემულობა მივიღოთ, როდესაც არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ მართლა ფორმალური სახე ექნება და ზოგიერთი პარტია შეიძლება საერთოდ აღარ არსებობდეს და ისეთი პირობები იყოს, რომელზეც ეხლა შეიძლება გაგვეცინოს, მაგრამ ანალოგიური სიტუაცია იყო ერთი წელი წინ, როდესაც საუბრობდნენ, რომ Facebook სტატუსების გამო დაგვიჭერენო და ყველა მაშინ რაღაც ისე იღებდა მაგას, რომ რა Facebook-ის სტატუსის გამო როგორ შეიძლება დაჭერო, რუსეთში ხო არა ვართო, მაგრამ მივიღეთ ფაქტი, დღეს 2 ადამიანი თუ 3 ადამიანი Facebook სტატუსების გამო გზის ციხეში, ასე რომ სიტუაცია ნელ-ნელა უფრო რთულდება და აი ეს არის მთავარი მომენტი, რომ თუ არ მოხდა ეროვნული კონსოლიდაცია და ერთიანი იდეის ქვეშ ასე ვთქვათ, მობილიზება ადამიანების, ხო? ასევე ჩვენი ამოცანა არის კიდევ ერთი, რომ დავანახოთ ადამიანებს ცვლილებების შესაძლებლობა, რეალური ცვლილებები უნდა დაინახოს ადამიანებმა, რომ ვთქვათ, ჩვენ თუ რაღაც გარდატეხა შევიტანეთ, ჩვენ შემოვიდეთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც რეალურად ქვეყანას გამოიყვანს ერთი მხრივ ამ მდგომარეობიდან, მეორე მხრივ დააყენებს სწორასწორზე და ასევე აი ამ ყველა ადამიანის ჩართულობას და თანამონაწილეობას ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარების პროცესებში. ეს არის ვითომ ძალიან მარტივად სასაუბრო და ბანალური საკითხი, მაგრამ რეალურად მისაღწევად გარკვეულ, ასე ვთქვათ, დაბრკოლებები ჩდება ამასთან დაკავშირებით, ასე რომ უნდა ვიმუშაოთ ერთად და ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა შეძლოს და გადადგას შესაბამისი ნაწილი, შესაბამისი ნაბიჯი და რაც თავარია ზოგიერთებმა გადადონ თავისი ეგოები და შემოუერთდნენ ამ ერთიანი იდეის ხო, თუმცა რომ მოხდეს ამ იდეის გაერთიანება, როგორ უნდა მიიღწეს ეს სამართლიანი არჩევნები, წარმოადგენელი გააქვთ თქვენ? ანუ საუბარია რომ ზეწოლა უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ მან დათმოს ეს ბერკეტები და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და როდესაც ზოგადად ჩვენ გამოცდილება, ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როდესაც ყალიბდება ქართულ პოლიტიკაში ძალის ცენტრი, ხო, ძალაუნებურად ამ ძალის ცენტრისკენ ხდება ძალიან ბევრი ადამიანის გადმოსვლა. იგივე აი მოავიღოთ ბევრი სტატუს-კვო ლოიალისტი, ვინც დღეს შეიძლება ჩუმად არის, არც აქციებზე გამოდის, არც სოციალურ ქსელში არ აქტიურობს, ზოგი შეიძლება საჯარო სამსახურში იყოს დასაქმებული, მათ გარკვეულწილად აქვთ ცვლილებები შიში და გონიათ, რომ თქვათ რაღაც ცვლილება თუ მოხდება, მათ ეს შეიძლება ძალიან უარყოფითად შეეხოს, რაღაც პრობლემები შეექმნა და რაღაც კომფორტ ზონიდან ზონა დაენგრეთ, ხო? სწორედ ასეთ ადამიანებთან ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, დავანახოთ ის, რომ არათუ ისინი იმათ რაიმე პრობლემები შექმნებოდა, არამედ პირიქით მათ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ თანამონაწილეობის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და თუ ჩვენ შევძლებთ ამ სტატუს ლოიალისტი ადამიანების ჩვენსკენ გადმოყვანა, ასევე ქართული ოცნების ამორჩეველთანაც არის საჭირო მუშაობა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და
ვიცი კიდევაც რომ ბევრი მათი მხარდამჭერი უკმაყოფილოა დღევანდელი სიტუაციით, მაგრამ ისინი რაღაც ალტერნატივას ვერ ხედავენ, ან აქვთ რაღაც შიში, რომ გონიათ, რომ თქვათ ხელისუფლება თუ შეიცვლება, ისინი შეიძლება რაღაც გარიყულები დარჩნენ, თუმცა ეს ასე არ არის, ჩვენ სწორედ ამ ადამიანებს დავანახოთ, რომ ეს შესაძლებელი არის და თუ მოვახდეთ ჩვენ მობილიზებას და პოლარიზაციას შევამცირებთ და უკვე აქეთ თაფლანგზე აღმოჩნდება 75-80% ადამიანების, ხო, ანუ ქართულ ოცნებას ყველანაირი ბერკეტი გამოეცლება დღევანდელი გავლენის, რაც არის პოლარიზაცია, იგივე პროპაგანდა, დეზინფორმაცია, მცდელობები, რომ დაგსახსული იყოს საზოგადოება და ასე შემდეგ და ეს თუ მივახციეთ, ხო, უკვე ქართული ოცნება ისეთ მოცემულობაში ჩადგება, რომ იძულებული გახდება, რომ რაღაც დათმობებზე წავიდეს ისევ და ისევ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენზე და იმ ადამიანებზე, ვინც ეხლა ოპოზიციაზე რამდენად ოპოზიცია გამოასწრებს ძალას. ხო, აი ეგ არის რა, მთავარი არის, რომ თუ მოსახლებამ დაინახა, რომ აი რაღაც ეს ერთიანობა შედგა, მე არ მგონი სტრუქტურულ ერთიანობასაც ალიანსი შექმნა იქნება თუ რაღაც ბლოკის თუ ფორმატის, უბრალოდ აი იდეის დონეზე ერთიანობის მიღწევა. ხო, ვითომ ძალიან მარტივი არის, მაგრამ ამავე დროს ძალიან რთული არის, ხო? და მეორე მხრივ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის კუთხეს მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ერთენაზე ესაუბრებოდეს მათ, იმიტომ რომ ისინი ძალიან წუხან, როდესაც ერთ დღეს ერთი ჯგუფი რაღაცა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ერთ მესიჯს გადასცემს ხოლმე, მეორე ჯგუფი ისიც ოპოზიციიდან ცოტა განსხვავებულ მესიჯს გადასცემს ხოლმე და ისინიც გარკვეულწილად დაბნეულები არიან. აქედან გამომდინარე, ხო, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ხრივათაც მოხდეს რაღაც ერთიანი კომუნიკაცია, ერთიანი მესიჯის მიტანა დასავლელ პარტნიორებისთვის და თუ ეს ყველაფერი იქნა მიღწეული და შემუშავდა შესაბამისი სტრატეგია, სწორი სტრატეგია, რომელიც მორგებული იქნება არსებულ რეალობასთან, ხო, ანუ მაშინ ცვლილებები მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალი იქნება. კი ბატონო, ნახოთ, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ნიკოლოზ ხატიაშვილი, პარტია ჯერ საქართველოს პოლიტიკურ საბჭოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.